ყველას უნდა რომ მისმა შვილმა უმაღლესი ჩააბაროს, წარმატებას მიაღწიოს და ყანაში არ დაამთავროს, გაატაროს მისი ერთი სიცოცხლე. ის რომ თქვენ ახლა სოფელში ხართ და მიწას უჩაკუნებთ, არის არა ის რომ თქვენ ქალაქში ჩვენ გვინახავთ. სინამდვილეში შეიძლება საკუთარ თავს ვერ ინახავთ. გლეხობა არ შეიძლება 21 საუკუნეში რობოტები გააკეთებინათ ცოტა ხანში მაგ საქმეს. რა უნდა ჭამოდა თუ აქ ვერ მოყავს კარგი კარტოფილი თურქეთიდან ჩამოვიტანოთ ხოლო ჩვენ თურქეთში გავიტანოთ ჯურჯხელა სიტყვაზე ვისაც კარგად რა გამოსდის ის აკეთოს და ის გაუცვალოს ხებს იმაში რაც პრობლემა არის ამადან არ ისმის ეკონომიკა როგორც მოწყობილი პატივცემულო მაყურებელო თქვენ უბრალოდ აზია ხართ როგორც ეკონომიკა აწყობილი აქედან ორი გამოსავალია ან მოგინდებათ გაიგოთ და აი საბოქი ხსნით რაღაცას და შეიძლება კიდე რაღაცები მოიძიოთ ციგნები არსებობს ციგნები ჩვენს ბევრი გულაპარაკი ამაზე ან არ მოგინდებათ ყველაზე პრიმიტიული შეცდომა არის ადამიანი ეკონომიკის სირთულის მინიმალურ მასშტაბსაც ვერ ხვდება და გონია რომ თუ აქ ხორბალი არ მოვიყვაენ პური არ გვექნება ეგონება ჩვენ ხორბალი მინუს ამის ჭირდებოდეს ამ სამყაროში კარტოფილი თუ არ მოვიყვაენ სადღაც და თურქეთიდან შემოვიდა დაიქცევა ქვეყანა რავი, ხალხი ასე ფიქრობს, იმიტომ რომ თქვენ არ იცით როგორ არის ეს ყოველი, იმიტომაც გატყობენ მთავრობები და ასეა სამყაროს ყოველი. არ იცით, გატყობენ. თავის დროზე თქვენ ერთი დიდი ტყუილი რაც დაგაჯერეს არის რომ სოფლის მეურნეობაზე დგას ქვეყანა. ხო და არ არის ეგრე. სოფლის მეურნეობით რაც იწარმოება, უმეტესობა სამყაროში რაც იწარმოება, იწარმოება დიდ ტექნოლოგიურ ფერმებში. ის რომ თქვენ ახლა სოფელში ხართ და მიწას უჩაკუნებთ სინამდვილეში არის არა ის რომ თქვენ ქალაქში ჩვენ გვინახავთ. სინამდვილეში შეიძლება საკუთარ თავს ვერ ინახავთ. შეიძლება პირადად თქვენ ინახავთ, მაგრამ აი თქვენ გარშემოც კი საქართველოს მოსახლეობის 40% რომელიც სოფელში ცხოვრობს, მათი უდიდესი უმრავლესობა იმდენსაც კი ვერ აწარმოებს, რომ თავის სამყოფი პროდუქცია ქონდეს წლიდან წლამდე. და თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ ქალაქში ვინმეს ინახავთ? პირიქით, ქალაქი აწარმოებს ამ შემთხვევაში უკვე ქალაქი აწარმოებს იმ ფულს, რითაც მე ჩვენ იმ რაღაცებს ვყიდულობთ. რომელიც ქვეყნის გარედან შემოგვაქვს და თქვენ მაღაზიაში რო შეხვდეთ ახლა თქვენ სოფლის მაღაზიაში უმეტესობა იქ არის არაქართული პროდუქცია მაგრამ ამით ქვეყანა კი არ ინგრევა პირიქით უკეთეს ხარისხის რამე შეხვდათ მადლობელი უნდა იყოთ სამყარო რო ეგრეა მოწყობილი რომ თქვენ რაშიც მაგარი ხართ იმას აკეთებდეთ მარტო მე ყიდეთ საზღვარგარეთ იქიდან შემოქონდეთ უკეთეს ხარისხის ის რაც აქ არის წარმოება ესეა სამყარო მოწყობილი ახლა თქვენ თუ დაგაჯერათ ვიღაცამ რომ თქვენზე დგას და რაღაცა სოფელში რომ მიწას უჩაკუნებს იმ ხალხზე დგას საქართველოს არსებობა და ის ქალაქში ხალხის შიმშილი დაიხოცება თუ არა არ არის ეგრე. სიღარიბე აწყობს ამ ადამიანებს და ხა რაღაც მომენტში, როდესაც ფინანსურად რაღაც აუტანელია, მე არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თბილისში, რომ სამუშაო ადგილები ჩნდებოდეს რა. ისეთი რაოდენობით სამუშაო ადგილები ჩნდებოდეს, რომ ადამიანისთვის გასაგები იყოს, რომ მიატოვებს ჭიათურა იქნება თუ ტყიბული იქნება თუ აი ესეთ ადგილს რომ მიატოვებს, ექნება შანსი, რომ ჩაულებრივად არ ვიცი დაიწყოს კარიერული რაღაც ზრდა დაიწყოს, არ ვიცი ტაქსაობა იქნება, თბილისის მომსახურების სფეროში დასაქმება იქნება, შვილის განათლება იქნება თუ რაღაც იქნება, რომ სადმე მაინც გაჩნდეს ოაზისები, სადაც ამ ადამიანების გადადინება გასაგებია, სად უნდა მოხდეს. ეხლა უბრალოდ გასაგები არ არის. აგერ თბილისელები გაბრაზდებიან, რომ ყველა თბილისში ჩამოეთრავო და რაღაც გიჟოვებს ლაპარაკობენ. ანუ არც იქით ამ მხრიდან ახარ ყავს კმაყოფილი ადამიანი. არც აქეთ ამ მხრიდან ყავს კმაყოფილი ადამიანი, როცა მართალს ეუბნები რა. არა და მართალი ისე რომ მართლა ყველა უნდა წამოვიდეს. სოფელში ეხლა მე რო თქვა რომ 40% ადამიანების სოფელში რო ცხოვრობენ, ეს ხო უბრალოდ გარდუვალია რომ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით, ესე რომ ეს დარჩეს. ანუ სანამ ეს ხალხი სოფლის მეურნეობას თავს არ დაანებებს, სანამ ეს ხალხი არ დაანებებს ეს რაღაცა წამგებიან მრეწველობაში დასაქმებას, სუბსიდიის იმედად თავს ამ ქვეყანასაც არაფერი არ შეიძლება. გვეშველება თუ სიმართლეს გაუსწორებთ თვალს და სიმართლე სხვადასხვა სფეროშია რა, ანუ გასასწორებელი. მართლა ისა რომ ქალაქებში უნდა წამოვიდეს ეს ხალხი და სოფელი უნდა დაიცალოს. რეალურად გლეხობა არ შეიძლება 21 საუკუნეში. რობოტები გააკეთებენ ცოტა ხანში მაგ საქმეს. ნებისმიერ ხო დანარჩენი მეწარმე რა, ანუ მეწარმე გჭირდება რა. ხო, ნუ რა ვიცი, თავის შენახვა თუ არ შეგიძლია შენი საქმიანობით ის საქმიანობა და ისე რომ ვინმე არ ასხავდეს ფულს მაგ შენ საქმიანობაში და უბრალოდ რაღაცა იმას არ გიქნიდეს რა ქვია სათბურს. ესე იგი იმას თავი უნდა დაანებო და ვინც გეტყვის რომ მაგას თავი დაანებო, მადლობა უნდა უთხრა რომ თუ შენი თვერ ხდებოდი რომ დაგანახა. ხო და დარწმუნებული ვარ რომ ეხლა მაგალითად ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, აი 97%-ზე რომ ვლაპარაკობთ, იმ 97%-ის 97%-ს მაინც არ მოეწონება რა. აი ეს ხალხი ვინც არჩევნებზე ხმას აძლევდა იმას რომ განავითარონ რაღაც ეს
ჭიათურის რაღაც მაგალითი, ვინც ხმას აძლევდა რომ დაეტოვათ ხალხი მაღალმთიან რეგიონებში, დაეტოვათ სოფლად. აი რაღაცნაირად იმსახურებენ, რომ მთელი ცხოვრება იბეგრებოდნენ, რომ ამ ხალხს კომპენსაცია უხადო. ეხტები აი ამ ზოგადად საზოგადოებას დიდი ნაწილის და ყველანი ვიხდით მაგის ფასს. აი ეხლა ყველანი ვიხდით რაღაცნაირად, მაგრამ აი მე ხო არ მიქნია ეს. აი ხوارი ადამიანსაც არასდროს არ დაუჭერია მხოლოდ ძალით ვიღაც დავტოვოთ ან რაღაც სტიმულები შეგვექნა რომ დარჩი სოფელში. გავამაგროთ სოფელი ძლება ხალხისგან და გავამაგროთ და ფაქტობრივად ტოვებენ სიღატაკეში ამ ადამიანს. არის მითხრა. ეგრე ის მოდელი მაგას ხო არის ზა. ქართველი პოლიტიკოსებისთვის სოფელი არის ზოოპარკივით. ანუ რაღაცნაირად ჩვენ გვილაპარაკი ამაზე რა ზოოპარკივით, სადაც არის რა რაღაცა ხალხი არის, რომელიც სამი შენ ჭირდება მისთვის რომ დაათვალიერო. და იამაყო რომ აი რაღაცა მე სოფელს ვამაგრებ, სოფელს ვინარჩუნებ, იქ რაღაცა აი ეგზოტიკური ხალხი ცხოვრობს და ჩემი აზრით ამით გამოხატავენ ყველაზე მეტ უპატივცემლობას ამ ხალხის მიმართ. სინამდვილეში სოფლის შენარჩუნება საქართველოს მთავრობებმა მიზნად დაისახეს როგორც რაღაცა ეგზოტიკის შენარჩუნება. უი რაჭველი ასეთია, გურული ასეთია, მეგრელი ასეთია და ვიღაცა ჩადის სხვანაირი ხალხი ქალაქიდან. პოლიტიკოსი და ათვალიერებს ამას რა ამ ეგზოტიკურ არსებებს ესმის და ეს არის თავარი შეურაცხყოფელი და ეს იმ ხალხს გონია კომპლიმენტი. მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. აი ამიტომაც ბედავს ვიღაცა რომ შენ სადღაც დაგამაგროს. თორე ისე რავი რა შეიძლება მე სად დავმაგდები მართლა ბოლოს და ბოლოს. ორი ფაქტია ჩვენთან ერთი მეურნეობა საშუალოდ 1 ჰექტარი აქვს რა მიწა საშუალო განაწილო რა ვიღაცას მეტი ვიღაცას ნაკლები. და ყველაზე ცუდ ქვეყნებში აი ამ პარამეტრით ევროპაში 20-30 ჰექტარი მოდის. ზოგში რაღაც რამდენიმე 100 ჰექტარი შეიძლება ქონდეს ერთ მეურნეობას. კანადაში 1000 ჰექტარი. ნუ კანადა ხო. რუსეთიც ეგრე იქნება და ხო და უზარმაზარი მეურნეობა, უზარმაზარი ტექნოლოგიები, ეს ტრაქტორები, რომელიც ერთი ტრაქტორი ისე იმდენი ღირს რომ დრონებია ხო რა და კაცი აღარ ზის. პომიდორის ნახე, ესე რობოტებით არის ქსელა და ისინი კრიფენ ამან და ანუ საერთოდ არაფერი ადამიანი გარჩანს რა, სადღაც ის რაღაცა ღილაკებს აჭერს რა. ანუ სხვაგან არის, სხვა პლანეტაზე არიან და ამიტომ ამ რაღაც შეიძლება 500 ჰექტარს ემსახურებს 10 კაცი და ჩვენ და 500 ჰექტარში იყო 1000-ობით ადამიანი. ხონდა ეს ერთ ნაწილი და ზოგადად ხალხს როგორია რომ სოფლის მეურნეობა რაღაც მნიშვნელოვანია, განვითარებულ ქვეყანაში არის მუშაკოს 1%-ია ხო. დოლარს მიგ ქალაქი ხმის დოლარს ხალხო, ქალაქია მთავარი ვაჭრობის, ვაჭრობა ციმის მთავარი წყარო და ზოგადად ქალაქია ხო მთავარი და ქალაქში უნდა გადამოხვიდეს. სოფელში უნდა დარჩეს საზოგადოების შეგვიძლია 1%, რომელიც მართლა იცის ყველაზე უკეთესად იცის მიწის დამუშავება და შეუძლია აი ეფექტურია ყველაზე გამრჯეა. კი, და მართლა შეუძლია ვიცი ერთ ადამიანს ჰექტარები დაამუშავოს სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით და არა ისე როგორც თოხი გახვიდე და რაღაცა თოხი თუ კეთდება, იმით ვერავის ვერ შეინახავ. თოხი თუ საქმე კეთდება, აი ესე თუ კეთდება, დღიდან და საღამო და იმით ვერავის ვერ შეინახავ. მაქსიმუმ შენ თავი შეინახავ. მე დავამატებდი კიდე ერთ რაღაცას, რომ აი ზოგადად როგორი ცხოვრება გვინდა ქართველებს. აი სიტყვაზე რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს 100 წლის მერე. გვინდა რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ყანაში იდგნენ თოხით. მე მგონი არ გვინდა, ანუ არავინ არ ოცნებობს იმაზე, რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო თოხნავი. არც საუკეთესო მეჩაიეობაზე ოცნებობს ქართველები. მევენახეობაზე აი ზოგადად რომ კარგი მეღვინე შეიძლება კაია და ყველას ამაყობს, მაგრამ თქვენ გინდათ იყოთ ის ადამიანი, რომელიც რავი დღე-დაღამე მასში ყურძენთან არის და იმდენი შრომა აქვს, რომ არ ჩერდება ფაქტობრივად. ანუ ჩვენ ხო იმისკენ მივესწრაფით, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა ტექნოლოგიები განვითარდება, უფრო ნაკლები ვიმუშაოთ და მეტი დავისვენოთ. და სინამდვილეში ფული ვიშოვოთ არა ოფლის ზღვრით, არამედ ტვინის განძრევით. ანუ ინტელექტუალური სამუშაოთი ვიშოვოთ ფული. რა შეიძლება იყოს ქართველი ხალხის ოცნება. ბევრი ვიმუშაოთ, ოფლი გვდიოდეს, ხელში კოჟრები გქონდეს. და რავი, ნაადრევად დავბერდეთ, ჯანმრთელობა დავინგრიოთ. ეს გვინდა თუ გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ. ხო და მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ქართველები ხელით მიწას არ თხრიან და მიწის ქვეშ არ მიძურებიან და რაღაცა გიჟობა არ ემართებათ. და ქართველებს გვაქვს სწორი წესრიგი, ანუ სწორი წესრიგი მოვიფიქრეთ, სადაც ამ წესრიგის სანახავად ჩამოდის ხალხი, ამ წესრიგის გამო ჩამოდის ვიღაცა და ფუძდებს შიგნით. იმიტომ რომ სამართლიანი წესრიგი გვაქვს. რომელი გირჩევიათ? ეს არის კითხვა. თუ თქვენ იმას იტყვით რომ მიწის თხრა, თიბვა, არც ერთი არ არის სამარცხვინო. მე მინდა ამ კუთხით დაენახოს, იმიტომ რომ რომელიმე მიტყდება, თუ გაგიჭირდა მოპარვას, ქურდობას, ძალადობას, ყველაფერი ჯობია, რა თქმა უნდა, შრომა სიცხვილი არ არის, მაგრამ თუ საშუალება გაქვს რომ ნაკლები იშრომო, მეტი ტვინით იმუშაო, შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს უკეთესი პერსპექტივა შეუქმნა და მძიმე სამუშაო ან ტექნიკა, ტექნოლოგიას აკეთებინო, ან უფრო ღარიბს.
ღარიბ ქვეყნილ ადამიანებს. ეს ხო უნდა გინდოდეს, ანუ რაციონალური ხო ეს არის და არა ის, რომ მე მთელი ცხოვრება ჩემი შვილი და შვილიშვილით მინდა მაღაროში ან ყანაში ვიყო. მე არ მინდა ეგეთ საქართველოს, სადაც ჩვენ მაღაროში და ყანაში ვართ ქართველები. სიმართლეს გეუბნება სტატისტიკა, რომ სოფელში ცხოვრობს მოსახლეობის მაქსიმუმ 5%. თუ ნორმალური ქვეყანა გინდა, დანარჩენი ცხოვრობს ქალაქში. თუ სოფელში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 40%, ყველა ეგეთი ქვეყანა ღატაკია და ეს მოსახლეობაც ღატაკია და ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდი თქვენ კაი არ გინდათ სწავლა, მაგრამ თქვენ შვილებს ხო სწორი რამე უნდა ურჩიოთ და მე რომ ვუთხრა ახლა რომ კარგად იყავთ არჩით ყველანი ჭიათურაში ან სადაც გინდათ ნებისმიერ ადგილას იქ რაღაცა არ დატოვოთ არც ერთი კუნჭული რომელსაც არ დაამუშავებთ სადაც არ დათესავთ ვენახს სიმინდს რაღაცას და რა ვიცი აგერ სუბსიდიით დაგეხმარებით თვეში 200 ლარით თუ დარჩები ჭიათურაში ეს ხო ბოროტება ამ ადამიანების მიმართ და მათი შვილების მიმართ მათი შვილიშვილების მიმართ და ჩვენ უბრალოდ ქრისტიანი ხალხი ვართ და არ გვინდა ბოროტება ვილაპარაკოთ დანარჩენი ჩვენი კოლეგებისგან განსხვავებით ვიცით რომ სამართლო ტალახიც მოგვხდება ამ ყველაფერში მაგრამ ჯერა რომ 60-ში მოხდებით მე ბოლოში და ამ იმედით არ ვარკვევ თავს ყველას მე ხო სამეგრელოდან ვარ იქ დავიბადე გავიზარდე და ვიცი რომ იქაურ საზოგადოებას ყველას უნდოდა რომ მათ შვილს ესწავლა თბილისში უმაღლესში ჩაებარებინათ რომელ შობილს არ უნდა ეს უბრალოდ ვიღაცებმა ვიცი ეს ვერ მოახერხეს ან ამაზე ხელი ჩაიქნიეს ან შვილები არ ყავთ ან მილიონი საკუთარ ცხოვრებაზე არიან გაბრაზებული იმიტომ რომ მეც ვერ მიაღწიეს ესენი უბრალოდ ამბობენ რომ რა მე თუ ვიყავი სოფელში შე რატო არ უნდა იყო ამას ეუბნება იმიტომ რომ მე ხო ჩემი ერთი სიცოცხლე რაღაცა აი ამაში გავხარჯე რომელიც პრინციპში შეიძლება უკეთეს რამეში დამეხარჯა მაგრამ ახლა რადგანაც მე დავხარჯე მოდი შენც დახარჯე ამას ეუბნება და არ უნდა უთხრას სიმართლე იმიტომ რომ სიმართლეს ნაბლეში ის არის რომ ყველას უნდა რომ მისმა შვილმა უმაღლესში ჩააბაროს წარმატებას მიაღწიოს და ყანაში არ დაამთავროს გაატაროს მისი ერთი სიცოცხლე. არა იმიტომ რომ ეს სირცხვილია, არამედ იმიტომ რომ მძიმეა ეს უბრალოდ და ერთი ცხოვრების მძიმე შრომაში გატარება კაი არ არის. ჯობია რომ უფრო კომფორტულად გაატარო. მაგრამ ეს ამას ხო ყველას ვერ გააგებინებ. როცა ყველა გაწყუებს ტელევიზიან, პოლიტიკოსიან, მეზობლებიან, მთავრობიანად, მაშინ რთულია ამის მიღწევა, მაგრამ მე მჯერა რომ საზოგადოებაში არსებობენ ის ნათელი გონების ხალხი, რომელიც მათ შორის თავის სოფელში, თავის კუთხეში საკუთარი ოჯახის და შვილების მაგალითზე სწორად იქცევიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისმა შვილმა მაღაროში და ყანაში კი არ იმუშაოს, არამედ განათლება მიიღოს და განათლების შესაბამისად დასაქმდეს. აი ვინც რეკავს და გვაგრედიგებს რო კითხო ალბათ არც ერთის რო კითხო რა შენი მშობელს შენთვის ეგ ცხოვრება უნდა და რაშიც ახლა შეცხოვრობ მიწას უკაკუნებ რაღაცას იქ რაღაცას თხრი მიწის ქვეშ ეგ ცხოვრება ხო მათ მშობლებს მათთვის არ უნდათ ხო არა და ყველაზე გულშემატკივარი ადამიანის ხო მისი მშობელია ყველას უნდა რომ თავის შვილი კარგად იყოს კარგად იყოს არ იტანჯებოდეს არ რაღაცა უკმაყურის გამო იმას არ აკეთებ ოფლით არ შოულობდეს გასაგებია რომ რაღაც სამსახურები ყოველთვის არსებობს რომელიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს მაგრამ ეს იმ ქვეყნებში სადაც ეს უფრო ნაკლებია ის ქვეყნები უფრო წინ არიან რაც რო ნაკლები გვექნება ოფლით საშოვნი ყოველდღიური პური მით უფრო წინ ვიქნებით როგორც ქვეყანა ხო და აი მაგ კავშირს ვერ ხედავენ ადამიანები და სოფელში შეიძლება ცხოვრდეს პროგრამისტი, რომელიც ფიზიკურად კი არ მუშაობს, და სულ თაჰაერში ატარებს თავის, რა ვიცი, ცხოვრებას, უბრალოდ მუშაობს სახლიდან, დისტანციურად, კომპიუტერით, ასე ისე, მაგრამ შენ რო რავი, ამბობ რომ თოხით იმი ტექნიკის და რაღაცა საკუთრების უფლების გარეშე, გინდა სოფელში ხალხის და ნახევარ მიწაზე. აი იმაზე, ნახევარ ჰექტარ მიწაზე ხალხი ერთი ოჯახი გააჩერო. იმას ხო სინამდვილეში უიმედოს იყა ტაკისთვის წირავ, რავი, ყაყაჩო თუ არ დათესა ზედ მაგ მიწაზე.